ვარ სანდრო შაიძე, 13 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ცეკვა და მუსიკა. ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. 9 წელს რომ ვიყავი, მაშინაც ცეკვავდი მართვეში და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ფეხბურთის თამაშის დროს ფეხი ვიტკინე. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთი არის ეს. მაქვს ცეკვის ნიჭი და მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემი ქორეოგრაფები არიან დათო სირაბიძე და დანო სირაბიძე. ორივე ერთმანეთზე უკეთესი მასწავლებელია და ყველა ბავშვს გვიყვარს. რაც მთავარია, უყვართ ცეკვა და ბავშვები. ჩემს ქორწილში ჩავიცვევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლს არ ეცოდება ცეკვა, ვეცეკვევი ჩემ დას. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. ჩემს შვილს დავარქევ გიოს. გოგო თუ მეყოლება, სახელი დაარქვა ცოლმა. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ჩემთვის კომფორტულია დაცვაში თამაში. ესე რა თქმა უნდა, მიყვარს გოლების გატანაც. ყველა დღე ვთამაშობ და ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 1000-ზე მეტი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. უბანში ვთამაშობდი დიდებთან ერთად. ბეკარემ მომცა პასი, ორი კაცი მოვატყუა და კუთხიდან გავიტანე გოლი. ისეთი კარგი გოლი გამოვიდა, რომ მე თვითონაც არ ველოდი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. მაქვს პროფესიონალური ფეხბურთელის გამოცდილება. ადრე ვთამაშობდი დინამოში და ახლა ვთამაშობდი ვესტ ჯორჯიაში. შემდეგ დავიდგა არჩევანი ფეხბურთი თუ ცეკვა და ავირჩიე ცეკვა. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვუკრავ გარბონზე და გიტარაზე. 3 თვე დავდიოდი გიტარისტზე და რაც მინდოდა ვისწავლე და გამოვედი. რაც შეეხება გარბონზე დაკვრას, ეს ინსტრუმენტი შემაყვარა ბაბუამ და ბიძიამ. ორივე კარგად უკრავს და ბაბუა ჩემი კარგადაც ხვერის. გარბონზე ყველაზე რთულია ბასის და მელოდიის ერთად შეკრა. ჩემი აზრით მაქვს საგვარეულო ნიჭი და კარგად გამომდის გარბონზე დაკვრა. კიდევ მინდა ვიცოდე ფანდურზე დაკვრა და ჩემი აზრით აუცილებლად ვისწავლე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები არიან და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკა გუგუაძე. ყველაზე ჭკვიანია ანა რევია. ყველაზე ცელქია დავით ბერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ზურა მახარაძე. მე ვარ ყველაზე საინტერესო და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია რუსული. რუსულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე გერმანული. საყვარელი მასწავლებელი ჩემი დამრიგებელი დათია კახაძე. იმიტომ რომ მეგობრულია და ბავშვებთან აქვს კარგი ურთიერთობა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მექნება მართვის მოწომა და მეყოლება მანქანა. დიდი ალბათობით სკოლის დამთავრებისთანავე ვიყიდი შავ ტოიოტას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და ბებია ჩემი და ბიძა ჩემი. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ბარბარე. ის არის ლამაზი, პრანჭე და ისტერიკების მომწყობი. ჩემი აზრით ბარბარე რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მომიყვარს ჩემსავით სიმპათიური, უშიშარი, ჭკვიანი და ძლიერი. დედიკო არის ლამაზი როგორც შემიდა და თბილი, მზრუნველი, საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ყველიან მაკარონს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. საყვარელი წიგნია მგლები, რომელსაც ახლა ვკითხულობ. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მე ზოგჯერ ვარ მარტო სახლში და ძალიან მომწონს. ჩადასული ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ომებს მთელ მსოფლიოში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილეებმა მიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მეგობარ გოგა ქამაშიძესთან ერთად. ბედნიერება არის მეგობრებთან გართობა და ოჯახთან დროს გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.